ხვალ 5-ის ნახევარზე ჩემი მიზანია რომ $2000 იყოს ანგარიშზე. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გავაკეთებთ AI აპლიკაციას და შევეცდებით რომ გავყიდოთ. მაგისთვის გვექნება 24 საათი. ეს იდეა საიდანაც მომივიდა? არის ის, რომ ერთმა ტიპმა ცოტა ხნის წინ, შეიძლება ბევრმა იცით, გააკეთა AI აპლიკაცია, რომელსაც ერქვა SleepMag. ანუ Mac-ზეა საუბარი რა. Sleep, ხო ხვდებით? თავარი პრინციპი მაგ აპლიკაციის იყო, რომ გადმოწერ და ჩართავ, შენ Mac-ს როცა დაარტყავ ნებისმიერ ესეთ დარტყმაზე, კვნესის ხმებს გამოსცემს. და ამით ტიპმა გააკეთა დაახლოებით ერთ დღეში ან ერთ კვირაში ზუსტად არ მახსოვს $3000. 10 days ago, I posted a video of me slapping my MacBook. And as you saw, I made $20,000 in the process. რაც ცოტა შეიძლება სისულელედ ჟღერს, მაგრამ აშკარად ეგრექნა რა. მანდედან ინსპირირებულმა ვიფიქრე, რომ რატომაც არა, შეიძლება რომ მეც გავაკეთო ეგეთი რაღაც და თან რაღაცას დავამუღამებ, უფრო ახალს ვისწავლი და დვიჟენიაში მოვიხოდები. ეხლა არის ზუსტად რო გაჩვენოთ, აი ეს დროა. ხვალ 5 საათამდე, მოდი ესე ვთქვათ, თუ მე აპლიკაციას ვერ გავაკეთებ და ვერ გავყიდი, ჩემიც პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, ეგ არის რომ მოვიძიოთ საერთოდ რაღაც Reddit-ზე, Twitter-ზე და სხვადასხვა ფორუმებზე და სოციალებში საერთოდ მაგ მიმართულებით რა იდეები მუშაობს, რეები გაკეთებულა, რა დაფეილდა, წარმატებული რა იყო და ასე შემდეგ, რომ საერთოდ იდეა მოვიფიქროთ, რაზე გავაკეთოთ ეს აპლიკაცია რა. Gemini-ის მივეცი დავალება, რომ დაადიფრისერჩოს და ალბათ 1-20 წუთი დაჭირდება მაგ ყველაფერს რა. სანამ Gemini დაადიფრისერჩინგებს, მანამდე მე შემიძლია საინტერესო ფაქტები გაგიზიაროთ AI-ზე. მოკლედ, რომელიღაც უნივერსიტეტში, არ მახსოვს რა, Massachusetts-ი ან რაღაცა ეგეთი უნივერსიტეტი იქნებოდა, მან ჩაატარეს კვლევა AI-ს დაუშვეს 50 სხვადასხვა კითხვა 5 სხვადასხვა ტონით. 5 სხვადასხვა ტონით, ანუ გულისხმობ ძალიან აგრესიული და ყველაზე ისეთი, ანუ აი პირველი იყო აბა შენ გენაცვალე ამაზე პასუხი მითხარი, მეორე იყო აბა მითხარი ამაზე პასუხი, მესამე იყო რომ მითხარი ამაზე პასუხი, მეოთხე იყო რომ მითხარი ამაზე პასუხი და მეხუთე იყო ამაზე პასუხი თუ არ მეტყვი და მოკლედ აღმოჩნდა რომ აგრესიულად დასმული კითხვა 4%-ით უფრო ზუსტ პასუხს იძლეოდა რა. იმიტომ რომ საბოლოოდ ეგეთი დასკვნა დაწერეს, რომ AI ამ აგრესიულად დასმულ შეკითხვებს აღიქვამს როგორც რაღაც საგანგაშო და ისეთ სიტუაციას, რომელზეც უფრო მეტ რესურსს ხარჯავს რა. და შესაბამისად უფრო ზუსტ პასუხებს იძლევა. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეგ მეთოდი AI-სთან საუბრის დროს და არ გაგიხსენებთ ეგ კაუჩი მოგონილი ამბავია. არავინ არ გაგიხსენებთ მაგას. აჰა, რისერჩით დამთავრდა. თავი ამტკივდა უკვე. ხო არ დავიკიდოთ წვეთში. და დავდებ მაინც ამ ვიდეოს რა, ეხლა ეს აქამდე რავი ხო ვიმუშავეთო, ამხელა deep research-ი წავიკითხე. მოკლედ, ეგეთი ამბავია რა. Gemini მე ხა ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები რაც მითხრა, იყო გაყიდვასთან დაკავშირებით. იდეებიც მომაწოდა და ერთი მომეწონა რა. ერთი იდეა მომეწონა ძალიან. SleepMag ესე დაარქვა თვითონ სახელი და პრინციპი არის რომ თუ ლეპტოპს 5 წუთის განმავლობაში არ გამოიყენებ, იწყებს ხრინვას. ხრინვის მერე, ანუ აი რაღაცა ხო ხრინავს და უცბად რომ მოვალ და დავიწყე მუშაობას, მანდაც რაღაცა ხმა აქვს რა, რაღაცა აი ხო ხრინავ რა. და უცბად ვიღაცა რო გაღვიძებს და აი რა ხდება რა. კაი, იდეაზე ხო არ დავფიქრდეთ ცოტა სხვანაირად. ხო არ მოვიტანო მე აქ დაფა. პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება გეგმა. გეგმა იქნება ესეთი. კაი, მოკლედ მარკერი არ წერს, სხვა მარკერი ვერ ვიპოვე, შესაბამისად გეგმა არ გვექნება. გეგმის გარეშე უნდა გავყვეთ ამ ყველაფერს, წავედით. კაი, რადგან დაფაზე ვერ დავწერეთ გეგმა, ეგ არაფერი. თავარია რომ ვიცით რას ვაკეთებთ. თავარი მართლა იცით რა არის? რომ ადამიანი ყოველთვის იყოს დვიჟენიის ზავიძენიაში მოხოდილის ბაზარში რა, იმიტომ რომ თუ დვიჟენიაში მოხოდილი ტიპი არ ხარ, მაშინ ზავიძენიას ვერასდროს ვერ დაალაგებ ისე რომ დვიჟენიები შენით მოხოდო რა. ეხლა გაჩვენებთ რომ მე მახსოვს ჯერ კიდე კუბიკის აწყობა. ხო გითხარით. მოკლედ მე მგონია რომ კოდი უნდა გამოვიყენო ეხლა კოდის დასაწერად, იმიტომ რომ რავი რატოა რა. Gemini-მ გითხრა რომ საუკეთესო ვარიანტია რომ კურსორის AI გამოვიყენოთ. Cloud-ე, მიდი აქედან აუდე. იმიტომ რომ ყველაზე წინ არისო და ყველაზე მაგარიაო, მოკლედ მაგ ამბავში. ეხლა ვიწერ და რო გადმოვიწერ, ჩავრთავ და უკვე ავაწყობინებ იმ აპლიკაციას, რაზეც ვსაუბრობდით რა, ანუ SleepMag.
და sleepy mac იქნება რომ 5 წუთის მერე თუ არ შეეხები mac-ს დაიწყებს ხრინვას. რა სისულელეა, ვინ უნდა დაითრიოს ეგ? აუ, სხვა იდეა ხო არ მოვიფიქროთ რამე. გავაყენოთ კურსორი. ძალიან კაი იდეები მითხრა ეხა Gemini-მ რა. Trackpad-ზე ეგრეთ წოდებულ აი ამ ნაწილზე, საიდანაც მაუსს მართავ, მანდ ხელის ნაზად გადასმისას დაიწყებს კრუტუნს. კიდე ერთი ვარიანტია რომ რაღაც 20%-ს რო ჩამოცდება რაღაცა გითხრას, უნდა გადავწყვიტო. აუ, რამდენს ვფიქრობ რა, მოდი 20%-ზე იყოს და всё, რა აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი რა. გავხსენით კურსორი, ეს არის ჩვენი კურსორი. აი ესე გამოიყურება ჩვენი API, სადაც უნდა ვადვიჟენიოთ ეხა ყველაფერი. დავალება მივეცით კურსორს. ეხლა უნდა დაველოდოთ ვნახოთ რას გააკეთებს რა. მანამდე შემიძლია მაგარი რაღაცები მოგასმენინოთ. ზებრაზე ორვა რამ პამ პამ. ბიჭი იყო აღარ იყო დამთავრდა. აუ იმენა თავი დაგვანებეთ, თორე აგავსებთ ხუებით ჩემი დედაპლატა ვატირე. რა ოფისი ეს რა ჩატში ჩამაგდეთ. რამე დვიჟენიის თემაში მომხოდეთ რომ ზავიძენიები დასტატოჩნად და სასტაიანად დავადვიჟენიო. წარმოდგენა არ მაქვს რეებშვება. ისე რომ იცოდეთ, კოდთან მუშაობა საერთოდ არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს და არც არასდროს არ მიმუშავია რა. კოდი არ მიწერია არასდროს და არც პრინციპი არ ვიცი როგორ მუშაობს. მაგრამ მე ვიცი ერთი რამე. რომ ყველაფერი გამოსვლადია და ყველაფერი დადვიჟენიებადია და დვიჟენია თუ გინდა რომ მოხოდო, მაშინ შენც უნდა მოიხოდო ზავიძენიაში. აროჩი რა. აბა რა ხდება? დაველოდოთ დვიჟენიებს. კი, მე ეს ვიცოდი. კლასია. დევიღალე. აიწყო. ეხა ამან რაღაც კოდი დამიწერა, რომელიც უნდა ჩავაინტეგრირო და გავაკეთო ეხა აპლიკაცია რა. Mac-ზე აპლიკაციები იწერება Xcode-ზე რა. ეს თვითონ Mac-ის აპლიკაციაა, სადაც შეგიძლია რომ დაწერო კოდი და შექმნა აპლიკაცია. და ეხლა ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. Create new project. კურსორმა რაღაც კოდები მომაწოდა, ეგ კოდები შევიტანე იმ Xcode-ის ფაილში და მე რაღაცეები მითხრა რომ ეს ესექენიო და ვერაფერი ვერ გავიგე და ეხლა Gemini-ს ვეკითხები ვაფშე რა უნდა ვადვიჟენიო მანდ რა. Info please სადვიპოვო. ეს ნაწილი ახლა მოსაწყენი რო არ იყოს, პროსტა მარტივად გეტყვით რას ვაკეთებ და დავსკიპავ რა. ისევ იგივეს რას ვაკეთებდი. რაღაცა ისეთი პროცესია რა. არა საინტერესო რაღაცები შეიტანე, გაიტანე, ჩაწერე, გადაწერე, გადმოწერე. ეხლა უნდა გადმოწერო ხმა, რომელიც უნდა იყოს 20%-ს რო ჩამოცდება ლეპტოპი და ნუ მოკლედ რა. ყველაფერს რო გავაკეთებ, ან რაღაც ეტაპამდე რომ მივალ, მე დაგიბრუნდებით რა. კაი, მოკლედ ეხლა ის მომენტია რომ ეს აპლიკაცია უნდა გავუშვა რა და გავტესტოთ. უნდა დავაჭიროთ play relax. ეხლა თავიდან გავუშვი ეხლა რა. და წესით უნდა ამოაგდოს აქ რაღაც ღილაკები, რითიც გავტესტავ ეგ ხმა აქვს თუ არ აქვს რა. ჩაირთეკთ ხო? აი აქ ამოაგდო ზემოთ. ეს აპლიკაცია არ არის აპლიკაცია, რომელიც დესკტოპზე რაღაც აიკონად ეგდება და უნდა გახსნა და რამე UI ან UX ექნება და ასე შემდეგ რა. Menu bar-ის აპლიკაციაა, თუ სწორად მახსოვს ეგრე ქვია, რომელიც აი ხა გაჩვენებთ სად არის და როგორ მუშაობს რა. აი აქ არის აპლიკაცია რეალურად ჩაწერის შემდეგ გამოჩნდება აი ამ ნაწილში და აქ იქნება მხოლოდ რა. და რო ჩამოსდება 20%-ს, ეხლა ღილაკები გავაკეთებინე, იქნება ეს ხმა. და მეორე არის 5%-ს რო ჩამოსდება ამ მესიჯს აგდებს, ანუ tell my family I love them and please delete my browser history. I'm dying და უნდა დააჭირო goodbyes და всё რა. მე ვფიქრობ, რომ არ არის ცუდი და ამის დედაც ჩვენ აპლიკაცია ავაწყეთ, მაგრამ რაღაცები უნდა შევმატოთ რა, იმიტომ რომ ძალიან მოსაწყენი და ძალიან მშრალი არის რა. ხო და ვფიქრობ ხო არ ჯობია რომ ეს დესკტოპის აიკონი გავუკეთოთ, რამე ფანჯარაც გავუკეთოთ UI UX-ით რა. თვალსაჩინო და ისეთი ხელჩასაჭიდი და რაღაც ისეთი იყოს რომ დაინახოს ტიპმა რა. და მან შეგეძლოს ვაფშე კონფიგურაცია რო შეეძლოს რა ტიპს თვითონ რომ თუ უნდა 20%-ზე დააყენებს მაგას, თუ უნდა 60-ზე, თუ უნდა 5-ზე და პაходу რა ხმასაც უნდა იმ ხმას დააყენებს? კი, ეგ არის, ზუსტად ეგ არის. კაი, მოკლედ კურსორს მივეცით დავალება ახალი, რომ ეს ყველაფერი გააკეთოს, რაც ვლაპარაკეთ. რავი რა, დვიჟენიას მოხოდავს დიდი იმედი მაქვს. მიდი მოხოდე დვიჟენია კურსორ.
რა დამღლელია. მოკლედ ძალიან დიდხნიანი დიჟენიის მერე ბაგები აღარ არის. 2 საათი მაგას ვასწორებდი. საკმაოდ შრომატევადი ყოფილა. ეხა არის მომენტი, როცა უნდა გავუშვა. ანუ დავბილდო ეგრეთ წოდებული და ეგ არის გავუშვით. ხო, მოკლედ ეხა გვაქვს ესეთი UI, აი ესეთი აპლიკაცია გვაქვს ეხლა რა. ვუთითებ რა პროცენტულობასაც მინდა, მაგალითად 29-ს მივუთითებ, იმიტომ რომ ეხლა ჩემი ლეპტოპი ჩამოვა 29-ზე. ვირჩევ audio files, choose, downloads, heavy breathing, open. ეხლა დაველოდოთ 30%-ზეა მოკლედ ჩემი ლეპტოპი. 29-ზე რო ჩამოვაწესით, უნდა ქნას თავის გასაკეთებელი. გაიგეთ ხო? გაიგეთ ხო? მე აპლიკაცია გაიჩითა რა. რეალურად აი ეს კრუტონზე რაც იყო რა, ის ხო არ ჯობია თქო მაგას ვფიქრობ. იმიტომ რომ ეგრე ვფიქრობ. იქნება არ არის გვიანი რომ დავიწყო ის. კაი, მოკლედ მაგის გარდა რა, წერან სანამ კურსორი მუშაობდა რა, დააკეთებდა ამ ყველაფერს. მე ვიფიქრე რომ მანამდე იქნებ გადახდის სისტემები და რაღაცები მოვაგვაროთ ხო რა. აღმოჩნდა რომ ის ვარიანტი რაც Gemini მირჩია, კონკრეტულად ეგ არის YZ ხო. მაგას ჭირდება რა 60 ლარი უნდა გადაიხადო დეპოზიტი შეიტანო მე რაც აელოდო 1-2 დღე დადასტურებას და ნუ მოკლედ რა. მაგის გარდა არის კიდე PayPal ერთი ვარიანტი, მაგრამ PayPal-ზეც ერთი დღე უნდა ველოდო რომ დამიდასტურონ. აქამდე რატო რას მქონია გაუცებული ვარ, მაგრამ იქნებ ვიშოვ PayPal-ის აკაუნტი აქტიური. მოკლედ ეხლა ჯერჯერობით ეგეთი ამბავია რომ არ ჩანს არანაირი იმედი გაყიდვებთან დაკავშირებით რომ დღესვე დაიწყოს რა. მინიმუმ 2 დღე გამორიცხულია რა ეხლა ყველა ვარიანტი რაც ვნახე. ხო და შესაბამისად რაღაც უნდა მოვიფიქროთ ეხლა ეგრე ვერ დავტოვებთ რა. მაგისთვის რომ რამე მოვიფიქროთ დაგჭირდება ისევ Gemini. გაყიდვები მინდა დღესვე 24 საათი, მაქვს სულ მეტი არა და რამე მომაფიქრებინეთ თორე ის მეთოდი გამოვიყენე რა, რო გეუბნებოდით. აგრესიულად და იქნებ უფრო ეფექტური იყოს. გასაგებია ნერვების მოშლის და გინების დრო არ არის. ცუდ დღეში ვართ. არ გამოდის და ვერ გამოვა გაყიდვა დღეს. არა, არ მევასება ესეთი სიტყვები, მაგრამ არ გამოვა და ვერ გამოვა. რადგან არ გამოდის, მაგრამ არ გამოდის, იქნება არის რამე გზა და მე ვერ პოულობ. არაფერი სად უნდა რა უნდა ვიჩალიჩო. მოკლედ, თავარი რა არის? დიჟენის ხოდის ზავიძენის ბაზარი არასდროს არ უნდა დაკარგო. თუ მაგას დაკარგავ, ზავიძენიას პრიკლჩენიაში ვერ გაჩითავ ვერასდროს. და თუ გინდა, რომ პრიკლჩენიები ადვიჟენიო ზავიძენიურად, მაშინ მოდი რა ეს ვერ და არ ამოაგდე საერთოდ რა დიჟენიიდან რა. არ ვიცი რა უნდა ვქნა რა, გაჭედილი ვარ. მოდი ესე ვქნათ რა, ფულის დედაცვატირე. არა, ფულის დედაცვატირე. კაი, მოკლედ ესე ვქნათ რა. ეს აპლიკაცია ან გაამართლებს ან არა. რო არ გაამართლებს, მაგის შანსი ბევრად უფრო დიდია რა და ეხა იმის გამო რომ ფულზე ვიფიქრო და რაღაცეები, თან აი რავი რა, თუ რაღაცა იყო, მე დავფიქრდები ფულზე რა. უფასო დავტვირთავ და ნახოთ რა, ანუ თუ ექნება ბევრი გადმოწერა, მაგრად გაასწორებს, აი ვაფშე მკიდია ის რაღაც $3000. ეხლა რასაც ვაკეთებ არის ის, რომ პროდუქტის აღწერა, ფოტოები, ასე შემდეგ რომ ავტვირთო იმ საიტზე, საიდანაც მე შეძლებს ხალხი გადმოწერას რა და მაგას ვაკეთებ, არაფერი აქაც ისეთი საინტერესო. What can I do for you? What can I do for you? მე კითხება ყველა, მეთქი არაფერი დაიკიდე ჩემი თვიზა უკვე ძალიან ნელა, წადი სახში, წადი, ძალიან ნელა უკვე, მე უკვე ყველა ფერსაც ვურკვევ, ამ თესლებს მე ყველა ფერს რომ ვურკვევ და ვურკვევ, მათ ვარს გეუბნები მე საფუარს. მოკლედ ეხლა რომ დაგაწიოთ ინფო რა. გამროადზე აი ესეთი პლატფორმა არის, მოკლედ იმედია ჩანს. ავტვირთე მე ჩემი აპლიკაცია, აგერ სკრინები, თავისი აიკონი, მოკლედ ყველაფერი გავაკეთე რა. ატვირთულია $0 ღირს, 0. და ნებისმიერ შეუძლია დაითრიოს. ჩვენი პროდუქტი გვაქვს. ეხლა შემიძლია ამის ლინკი დავაკოპირო, ჩავაგდო ვინმესთან და იმას მოუწევს რომ გადმოწეროს ან $0 ან თავისით რამდენიც გაუსწორდება, იმდენი გადაიხადოს. ეხლა ჩვენი შემდეგი ეტაპი არის რომ გადავიღოთ TikTok-ი. TikTok-ს გადავიღებ რამდენიმე ცალს, ძალიან მარტივს და ძალიან იზის და ეგრევე ავტვირთავ რა. და ნახოთ როგორ ადვიჟენიებს თემაში რა. მაგ TikTok-ებსაც აი ეხლა ნახავთ. Please charge me, please. Aha, that's so satisfying. Thank you. ძალიან ხოძე ვარ მე, ძალიან ხოძე ვარ და აი ორი ვიდეო დავდე TikTok-ზე.
სისულელეები, უკვე ნახეთ ეგ ვიდეოები თქვენ. მაგრამ ნუ რავი, ეგეთი ვიდეოები მიმუშაობს ხოლმე რა და fuck it, აი რა fuck it, რანაირად ლაპარაკობ რა fuck it, რა ვინ იძახის მაგას. იქიდან გამომდინარე რომ მე არ მაქვს იმედი რა, რომ ეს რამეს იზავს. მოდი ლინკს დავტოვებ მე აღწერაში ამ აპლიკაციის. თქვენ მაინც ჩაიწერეთ, იღადავებთ ცოტას. და კიდე ერთი იდეა მაქვს. ახალი აპლიკაცია. კრუტუნის. უეჭველი თან, უეჭველი. კრუტუნის აპლიკაცია არ გავაკეთო? ბიჟენიებს ერთმანეთში გავაზავიძენიებ, დავაპრიკულჩენიებ და მოხოთვის ბაზარში გავჩითავ. მოდი იცი რა ვქნათ, მე ხა ახალ აპლიკაციას გავაკეთებ, ოღონდ იგივე პროცესი უნდა გავიარო მოკლედ და ეხა აქ ქათი იქნება და პირდაპირ ნახავთ უკვე გაკეთებულ აპლიკაციას რა. გაკეთდა აპლიკაცია, რომელიც ბექგრაუნდზეა გაშვებული, აი ეს კონკრეტულად და რა კლასია ბიჭო. ანუ ორი თითით რო შეეხები trackpad-ს თუ mouse-pad-ს რაც ქვია. აი ესეთ ხმებს გამოსცემს რა. ძალიან მომწონს ეს აპლიკაცია, ძალიან. ეხა იგივენაირად უნდა ავტვირთოთ, გავუშვათ და დავადვიჟენიოთ ამისი. მოკლედ ორი აპლიკაცია გავუშვით. ეს მეორე აპლიკაცია რაც გავუშვი, მაგის TikTok-ებიც გადავიღე რამდენიმე, ერთს ეხა გაჩვენებთ. ეს იყო და ეხა ველოდებით შედეგებს რა, სხვა ისეთი გასაკეთებელი აღარაფერია. ხვალ იგივე დროს, ან როცა დავიწყეთ 5:30-ზე, მაგ დროს შევამოწმებ, რა ხდება, როგორ რა შედეგებია და ნუ იქიდან დაგიბრუნდებით და გაგიზიარებთ რა ხდება და რა დვიჟენია, ვაფშე ზავიძენი ის პრიხოთში დაპრიკულჩენიებული. შეიძლება საერთოდ არანაირი შედეგი არ იყოს. ამიტომ აღწერაში დავტოვებ ორივე აპლიკაციის ლინკს და შეგიძლიათ ჩაიწეროთ, ვისაც მაკი გაქვთ რა. ეს სახლიდან წერ ვიდეოს. ეხა არის 5:30 და 0 შედეგი. აი ესე რა, აბსოლუტურად ნულოვანი შედეგი. არავინ არაფერი არ ჩაიწერა მოკლედ რა. დიდი იმედი არც მქონია რა ეხა რომ რაღაც იზავდა, იმიტომ რომ იმდენად აი ალბათ ჩემი ბრალი იყო რომ უფრო მეტად არ მოვინდომე რომ რაღაც TikTok-ზე უფრო ისეთი ვიდეოები დამედო რაც მეტად გავარდებოდა ასე შემდეგ რა. მაგრამ არა უშავს, ბევრი რაღაც გავიგე რა. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე აი აპლიკაციის კეთებისას. აი მეორე აპლიკაციას რო ვაკეთებდი, უკვე ძალიან თავისუფლად ვიყავი რა. აი მივყვებოდი პროცესს, უკვე ვიცოდი სად როგორ რანაირად როგორ რა უნდა გამეკეთებინა რა და ეგ უკვე ძალიან სასიამოვნოა რომ მაგდენი რაღაც ვისწავლე აპლიკაციის კეთებასთან დაკავშირებით რა. მოდი ახლა ეგრე შევხვდოთ რომ ამ ფეილმა შემდეგი არ ვიცი 10 ვიდეო უნდა დაასაქსესოს. აუ რა მაგარი ტერმინები ვიცი დაასაქსესა, დააფეილა და project management-ა და ასე. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და ამით გემშვიდობებით.